ნახაზია. ნახოთ რომელი მწვრთნელის გადაწყვეტილება აჯობებს აქ სახიფათო მომენტი და პოზიციური შეტევა, რომელსაც ახლა არ ვითარებენ თელაველებმა. შეიძლება უკვე შორიდან დარტყმა და ბედიაშვილის ძალიან რთული და კარგი მოგერიება გრძელდება. კი დაიწყება დუშეთისა და სამტრედიას დაპირისპირება. ნახევარსაათზე მეტი რჩება матчის დაწყებამდე. აკასამოა მიიღო საკმაოდ კარგ პოზიციაში ბურთი, მაგრამ არ დაარტყმევინეს, ჩაწოდება საჯარიმოში და თელაველები და საბოლოოდ ბურთის დაიკარგა, ჩაწოდება საჯარიმოში და გადარჩა შეტევაც წამოვიდა თელავის მხრიდან. უტევენ მასპინძლები, შეიძლება უკვე ჩაწოდება, იქნება ხოლო თელაველები და მარცხნივ კარგი გაყოლება იყო, ჩაწოდება, ჟივიძე მიაქტიურა თავზე და საბოლოოდ ბედიაშვილიან გამოიტანეს, არ იყო კარგი ჩაწოდება. შეტევა, რომელიც ძალიან საფრთხე შეიძლება გამოვიდეს. გარეჯია უკვე საჯარიმოში, მცირე კონტაქტი იყო აქ ბათო და საგოლე ეპიზოდი არ იყო, სამაგიეროდ იყო ძალიან დაძაბული ეპიზოდები და ძალიან კარგი დინამიური მიმდინარეობა. რაც გრძელდება და ჯერ კიდევ არის მცირე დრო იმისთვის, რომ კვლავ რაღაც შეიცვალოს აქ პოზიცია დაკარგეს გარეჯის ფეხბურთელებმა და საბოლოოდ ბედიაშვილი თამაშის მოქმედებები, თუმცა მხოლოდ შეტევების დროს, როცა ორჯერ წაიქცა მათი ფეხბურთელი აქ სარისკო ზონაში მოქმედებები აქვს. ახლა გარის მეორე ნახევრის დებიუტში ზურაბიანი კვლავ საჯარიმოშია ბურთი დარტყმა, რომელიც დაიბლოკა წევს ერთ-ერთი თელაველი. გუნდის კაპიტანმა ჩააწოდა და ძალიან პასი გაჭირვებით, მაგრამ მაინც გავიდა საჯარიმოში. ხოლო თელავი მეორე ადგილზე. ასევე გეტყვით იმას, რომ პარალელურად მიმდინარეობებში დაიწყო 8 წუთია. აკი თამაშვა სახიფათო მომენტის გახსენება რთულია შევჩენკოს კართან. აქ ცველები დროულად სტუმრები შემოიწიეს და ქედან უკვე გაგრძელებაზე ფიქრი შეიძლება. ზურაბიანი დარტყმა არ გამოდის. რჩებიან გარეჯის ფეხბურთელები საჯარიმოში, მარცხნივ პასი გუნდის კაპიტანმა შემოაგდო და საბოლოოდ ადრესატი მატური განლაგებიდან გამომდინარე მას უწევდა ბრძოლა. კაპიტაშვილი ძალიან ხშირად ჩაწოდება საჯარიმოში, თავით რამდენიმე მოქმედება მწველები ახერხებენ განმუხტვას, თუმცა რჩება სახიფათო ზონაში ბურთი მაინც იბზვიან თელაველები, რომ დაიბრუნონ და გააგზელონ იერიში. დაიბრუნეს კიდეც. ჩაწოდება საჯარიმოში, ზურაბიანი ძლევა შანსი ჩააწოდოს საჯარიმოში. კაპიტაშვილმა ჩააგდო საჯარიმოში ბრაშკო, არ გამოვიდა. გაუშვა შემდეგ ზურაბიანზე პასი მარჯვნივ, შეიძლება უკვე ჩაწოდება, კალანდაძის ჩაგდება. ფეხბურთელი ელდარ არკინაშვილი გახლდათ, აქ კი გაბიტაშვილს აქვს შანსი დაარტყას საჯარიმოს სიღრმიდან. საბოლოოდ მიუვიდა კვლავ პარკინაშვილს და მეტოქის ნახევარზე. ნახოთ როგორი გაგრძელება იქნება. ზურაბიანი, კარგი შეყოლება და საბოლოოდ მინდორზე თოლორდავა ნახევარმცველია, კომეტიანი თავდამსხმელი. ჩაწოდება საჯარიმოში, დარტყმა კარის მიმართულებით. ჩაწოდება საჯარიმოში, გარეჯის შეტევა, ზურაბიანმა ჩააგდო. მეტნი არიან აქ. 11 იქნებიან გარეჯის ფეხბურთელები, შემოვიდა ზურაბიანი მინდორზე. ჩაწოდება საჯარიმოში და აქ შეიძლებოდა დააყოვნა ბრაშკომ, კარგი მიღება, დარტყმა და ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის ჩაწოდება უკეთესი იყო, რა თქმა უნდა, გარეჯი პირველ ნახევართან შედარებით, მაგრამ საერთო ჯამები 3 ქულა. რაც ერთამდე სადამდე მიიყვანენ ამ ყველაფერს შორის. მოახერხა მოწინააღმდეგენ და თავი დაიზვნა, გააგზავნა შეტევა. ზურაბიანი ჩააწოდა და რა